სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. რამდენად ვახერხებთ, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ერთ დიდ ბრძოლად გადაიქცეს, სადაც ვიბრძვით როგორც ქრისტეს ჯარისკაცები და ამ ბრძოლაში რამდენად გაცნობიერებული, რომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. აუცილებელი გამარჯვება გულისხმობს ჩვენს გულმხურვალე, შემართულ, უკან დაუხეველ, გზნებარე ბრძოლას და ეს ბრძოლა ხორციელდება ჩვენ შიგნით, საკუთარ თავთან, ეგოიზმთან, პატივმოყვარეობასთან, სიამაყესთან, შეგზნებასთან, განსაკუთრებული რო ხარ და ასევე ეშმაკთან და ამას უფლის სულთან, იმ მოავრავ საცდურთან, რომელიც ჩვენს გარშემოა. რამდენად გვაქვს გაცნობიერებული, რომ რწმენა, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმდენად უცნაურია, რომ ის რელიგიათაც კი შეიძლება არ იწოდებოდეს, არამედ ეს არის პირდაპირ საჩუქარი ღვთისა, მისი შენარჩუნებისათვის მთელი ჩვენი რესურსია. არა ჩვენი ძალისხმევა, როგორც შეგვიძლია, არამედ ჩვენი რესურსი მთლიანად. არის საჭირო იმისათვის, რომ რწმენა, რომელიც ჩვენ ასე დაუმსახურებლად მოგვეცა, იგი გადარჩეს. თუ ჩვენ გადავხედავთ ზოგადად ეკლესიის ისტორიას, ჩვენ დავინახავთ, რომ ეკლესია მოწამეთა ისტორია, ბევრჯერ მithქვავს, წმინდანები ძირითადად რომელი სოციალური ფენიდან წარმოსდგები. უამრავი, მაგრამ აი ძირითადად, ხო? ძირითადად ესენი არიან მონაზვნები და მხედრები. რამე თუ მონაზვნობას და მხედრობას სწორედ მებრძოლთა დასია, შეიძლება ასე ითქვას, ისინი მუდამ იბრძვიან, თუ მონაზონი გულგრილია და თუ მხედარი მშიშარა და გულგრილია, ხო წარმოგიდგენიათ, ესე იგი ნამდვილი მხედარი და ანუ მეომარი და ნამდვილი მონაზონი, ეს ფაქტობრივად ორივე მეომარია, რომელთა გამარჯვებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი გულმხურვალენი არიან. თუ ჩვენ გადავხედავთ ქრისტიანი ერების ისტორიას, აქაც იგივეა, ერებმა, რომლებმაც მთლიანად სახელმწიფოებრივ და ეროვნულ დონეზე მიიღეს სარწმუნოება, აქაც იგივე ხედავთ, რომ ის ვინ შეინარჩუნა, რომ ის დაკარგა, მაგრამ ის ვინ შეინარჩუნა სწორად დიდება ღმერთისა, ანუ ჭეშმარიტი ეკლესია საკუთარ წიაღში, ამგვარი სახელმწიფოების ყოფნა და ამგვარი ერების ცხოვრება ასევე მოწამეობრივი ღვაწლია. და ასევე ინდივიდუალურ დონეზე, როგორც თავიდან ვთქვით, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეშმაკი არის ძალიან მზაყვარი, ძალიან ძლიერი, ეს სოფელის თავის ჭკუაზე აქვს მომართული, ადამიანებს როგორც უნდა ისე იყენებს, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენც ხანდახან როგორც უნდა ისე გვიყენებს, ან მუდამ ისე გვიყენებს, როგორც სურს, იმაზე კი არ არის დამოკიდებული შენ ეკლესიის წევრი ხარ თუ არა. ეკლესიის წევრი. აგერ ქრისტესთან მიდის უდაბნოში, ისეთი თავხედია, რომ ქრისტეს ცდუნებას ცდილობს და როგორ ფიქრობთ, ჩვენს ცდუნებას არ ეცდება, ეცდება კი არა, თავის ჭკუაზე გვატარებს ძალიან ხშირად. ამიტომ დიახაც ის მუდამ იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ და სამწუხაროდ ჩვენ გვიყენებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ის რატო ხდება ეს ასე? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებში და სამწუხაროდ ეს ეპიზოდები ძალიან ხშირად, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია, ხშირ შემთხვევაში ის მოიცავს ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს, ჩვენი ცხოვრების ეპიზოდებში და ეპიზოდიც აღარ ქვია ამას, ისეთი ხანგრძლივობისა ეს ეპიზოდები, რომ ეპიზოდებიც აღარ ქვია, მაგრამ აი თუ მაინც ასე უწოდებთ ჩვენს ცხოვრების ეპიზოდებში, ის მთლიანად გვიმორჩილებს და თავის ჭკუაზე გვატარებს. ეს იმიტომ გვემართება, რომ ჩვენ იმ ეპიზოდებში და ეპიზოდების წინ არ ვიყავით როგორც მეომარნი, არ უფრთხილდებოდით ჩვენს სარწმუნოებას, არ ვიყავით გულმხურვალენი, სულიერად გვეძინა, ვერ ვხიზლობდით. გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენში ქრისტე ცხოვრობს და ჯვარცმული ღმერთმა ჩვენს გულში ბინა დაიდო, ეს როგორი რაღაცაა, ხო, აი შეიძლება ითქვას სენტიმენტებიც კი ჩაერთვოს ჩვენი. ბუნებრივია, იმიტომ რომ არა მარტო შენთვის მოკვდა, არამედ შენში ყოფნა მას სურს კიდევაც. ვრეკ ყოველი ადამიანის გულთან ეგება ვიღაცამ კარი გამიღოს, გახსოვთ, ხო? ეგება ვიღაცა მისმინოს. ანუ ბუნებრივია, რომ ადამიანს არა მარტო გონებას რთავს, ჩვენს გზნობასაც, ჩვენს ნებასაც მთლიანად, იმიტომ რომ ვინ ამბობს, ვიზე, ამას რო აცნობიერებ, ხო?
ბუნებრივია, რომ მთლიანად მთელი არსება უნდა ჩაერთოს აქ და ესეც არის ხოლმე წმინდათა შემთხვევაში და რა ვიცი თუ ჩვენთან ხანდახან ყოფილა დიდება უფალს, ამიტომ არის, როცა ჯვარცმულ ქრისტეს წინაშე დგახარ, ჯვარცმის წინაშე დგახარ, ხო, ყოველთვის უნდა აცნობიერებდო, რომ ის, რასაც ხედავ, ეს შენს გამო და შენთვის მოხდა და ბუნებრივია, რომ მადლიერებით ივსები. და აი ეს ჩვენში მყოფობა ქრისტესი, როცა რეალიზებულია და ღმერთს სურს თავის იმპერატიული ნებით ეს, უბრალოდ თავის ყოვლის შემძლეობას არ იყენებს ამისთვის, იმიტომ რომ რა აზრი აქვს, ყოვლის შემძლეობით თუ დაეპატრონა შენს გულს, მაშინ შენი თავისუფლება ხო გაქრება და როცა შენი თავისუფლება გაქრება შენ მართლა ჭურჭელი იქნები, ოღონ არა ქრისტიანული გაგებით ჭურჭელი, არამედ ყუთივით იქნები, რომელსაც არაფერი ღირებულება აღარ აქვს. აი არა აქვს რა ღირებულება. იმიტომ რომ მას ამ შემთხვევაში ასე დროს ადამიანს წართმეული ექნება თავისუფლება, მოაზროვნეობა, ნებელობა. მაიმუნ უკაცრავად, მაიმუნს ყველაზე მეტად გავარდ გარეგნულად. აი ეს იქნება ადამიანი და რა ღირებულება აქვს ახლა მაიმუნს, ხო? ნუ ბუნებას ალამაზებს და რაღაცა. შეხედავ და ჩაფიქრდები, რომ ესე იგი მეც ასეთი არ ვიყო და ასე შემდეგ, მაგრამ რა ღირებულება აქვს ცხოველს? გარდა იმისა, რომ ის უბრალოდ ცხოველები ალამაზებენ ამ სამყაროს. სხვა ღირებულება მას არ აქვს და ადამიანი, რომელიც ნებელობას და თავისუფლებას დაკარგავს, ცხოველის გავს არსებად გადაიქცევა. ამიტომ ღმერთი ამას არავითარ შემთხვევაში არ აკეთებს. ესე იგი, სადამდე მივდივართ, რომ მე თუ არ მინდა მთელი ჩემი არსებით, რომ ღმერთი ჩემში ცხოვრობდეს, მაშინ ღმერთი ჩემში არ იცხოვრობს. თუ ადამიანი თქვის, ხო, მინდა, აბა არ მინდა და თუ გინდა რაში ვლინდება ეს? რას ნიშნავს მინდას ხო უამრავი წინააღმდეგობა მოსდევს, მათ შორის ჩვენი თავის. აბა შენ ეგოს კითხე, შენს კუჭს კითხე, შენს ქვენაგზნობებს კითხე, შენს პატივმოყვარეობას, სიამაყეს, ამპარტავნებას კითხე, აბა უნდა თუ არ უნდა? აი როგორც შენი ნეკათითის ფჩხილს არ უნდა ღმერთი, იმაზე უარესად არ უნდა, იმას რაც ჩამოვთვალე. არაფერს არ უნდა ჩვენში ღმერთი, ეს ჩვენი პიროვნული არჩევანი, ეს პიროვნებაც ღმერთმა მომცა. ესე იგი ეს არჩევანიც მისგან არის. რა საოცრება, უცნაურია. აი ლოგიკური შეუთავსებლობა, თავისუფლებით, ჩემი თავისუფლებით, თავისუფლება, მექმნილება საიდან მექნებოდა, მას რო არ მოეცა. გესმით, როგორ არის მიბმული ადამიანი, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი არსება ღმერთზე, როგორ ღმერთის გარეშე ის არაფერს არ წარმოადგენს. აი ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წყლიდან ღმერთის ნებით, ღვთის განგებულებით, საღვთო შემოქმედებითი უზარმაზარი ძალით და ენერგიით წყლიდან აღმოიშობა სიცოცხლე, ხო, თევზები ჩდებიან და ჰაერში ფრინველები, მიწიდან ხეები, მცენარეები, ცხოველები, ხო, ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით და შემოქმედებითი უმძლავრესი ენერგიით. ამიტომ თევზს არ შეუძლია იცხოვროს წყლის გარეშე. ფრინველმა თუ არ იფრინა და იქ პოულობს, ასდოს და ყველაფერს, ხო? ცხოველი მერე მცენარიდან გამომდინარე და მიწიდან არის, ხო? ეს მიწის გარეშე არ შეუძლია მცენარეს და ცხოველს იარსებოს. ადამიანი როგორ არის შექმნილი? ადამიანი ასე არ არის შექმნილი. სადაც აი ეს არის აღწერილი, როგორ არის მცენარე, როგორ არის ცხოველი, როგორ არის ფრინველი, როგორ არის თევზი შექმნილი, იქვე მე ადამიანი ყოვლადწმინდა სამება ფჭობს ჩვენ ხატად და მსგავსად შევქმნათ ადამიანი. უფრო დაწვრილებით არის სხვა თავში, მაგრამ იქაც ჩანს, რომ ღვთის სული ჩაბერვის შედეგად ხდება ადამიანი. ანუ ჩვენ ღმერთში შექმნილები ვართ და როგორც თევზი ვერ იცოცხლებს წყლის გარეშე, ასე ადამიანს არ შეუძლია იცოცხლოს როგორც ადამიანმა ღმერთის გარეშე. პირდაპირ ბმაში ვარ ჩვენ ღმერთთან. სხვანაირად ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, ხა ადამიანი თავისუფლებიდან გამომდინარე ამას ზურგს აქცევს, ვიცით, ივიწყებს, მერე ღმერთი მოდის ადამიანად ჯვარს ეცვა ჩვენთვის, გამოგვაფხიზლა და ჩვენ რწმენა მოგცა, დიდება უფალს, მაგრამ ჩვენ ისევ მიდრეკილი ვართ დავიწყებისკენ და ამიტომ სულ მუდამ უნდა ვახსენებდეთ საკუთარ თავს, ვინა ვართ, რისთვის ვართ და რისი ღირსი გაგხვდა ღმერთმა, რომ დიახაც გრძნობაც და ემოციაც და ყველაფერი უნდა ჩაერთოს ადამიანისა, რომ გაიაზროს, უფალო, ჩემთან მოხვედი, როგორც იონი ნათლისმცემელი ეუბნება, მე მიხვს შენ მიერ ნათლის ღებაი და შენ ჩემთანა მოხვალა, ჩემთან მოხვედი უფალო, ჩემში გინა დამკვიდრდე. ამნაირ ნაგავში როგორ უნდა შემოხვიდე? გესმით, ადამიანი შეძრწუნებულია, უნდა იყოს შეძრწუნებული. ადამიანი ღვთის შიშით ახსავსე, კრძალვით. იმიტომ ამბობს პეტრე მოციქული, რომ
ეს წმენა შენში ანთებული სანთელია და ეგრძალეთ, ანუ გაუფრთხილდი მას. აი ესე უნდა დაატარებდე ცივნიავს, არაკარებდე სიოს, არაკარებდე სანთელი შენში ანთებული ღმერთის მიერ, განკაცებული ღმერთის წმენისა, რომ არ ჩაქრეს, უფრთხილდებოდე, მთელი შენი ცხოვრების საზრონავად უნდა იქცეს, რომ ეს არ ჩაქრეს და არა თუ არ ჩაქრეს, არამედ მზედ გადაიქცეს. აი და როცა ასე არ ხდება, ღმერთი მაინც არის. ის თავის განგებულებით მაინც მართავს სამყაროს, მოქმედებს. ის უამრავ ადამიანს გადაარჩენს და აცხოვნებს და ჩვენ შეიძლება გვერდზე დავჭირდეთ. ამიტომაც არის, რომ ეს სიფხიზე და მღვიძარება ბრძოლასთან, თავდაბლობასთან, მოშურნეობასთან, გონიერებასთან, სიბძნესთან, თავისუფლების გაფრთხილებასთან, რომ ჩვენი თავისუფლება რაღაც პირუტყუს და დემონურს არ დაემონოს, ეს საკითხები, ეს ღირებულებები მუდამ ჩვენი პიროვნული არჩევანის შესაბამისი, თავისუფალი არჩევანის შესაბამისი საზრუნავია. მუდამ უნდა ვზრუნავდეთ ჩვენ ამაზე, ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილებით, ჩვენი თავისუფლება. თორე ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, აგერ ბანალურობად რაც იქცევა მე მის ყოველდღიურობაში, ხო? კი, ჩვენ ხავ სუნთქავთ და სუნთქვას ყველა მიჩვეული ვარ. მოუკეტო ადამიანს სასუნთქის საშუალება, რამდენიმე წუთში მოკვდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ ხო ამას ნაკლებად ვაფასებთ და დავდივარ და ვსუნთქავთ რა. ასთმა რო აქვს ადამიანს, მე კი აფასებს, რა კარგი იყო რომ ვსუნთქავდი, მაგრამ სანამ ეგეთი რაღაცა არ ჭირს ადამიანს, ხო? სუნთქავს და ყურადღებასაც არ აქცევს და არც მადლიერი არ არის და არაფერი, ვსუნთქავ რა, აი ვსუნთქავ. ნუ კარგი, სუნთქავ, მადლიერება არ აქვს, ბოლო-ბოლო ჰაერი მატერიაა და ეს გული და ფილტვების მატერიაა და რაღაც ეს პროცესი მიდის, მაგრამ ღმერთი ხო ცოცხალია, მას ხო უყვარ ხარ. ეგ ესმით, ჰაერი რო შენი შემოქმედი იყოს ჟანგბადი და შენ რომ მას უყვარდე და შენზე ზრუნავდეს და კიდე შენ არ გედარდებოდ, მისი არსებობდე და თან არ გედარდებოდეს, არ გახსოვდეს, ეს ხო უკვე ზნეობრივი დარღვევა იქნება, ეს ხო უკვე დანაშაული იქნება. და ესე გვემართება ჩვენ მივეჩვიეთ ქრისტე ჩვენი ეკლესიურობა, საეკლესიო საიდუმლოებები, წირვაზე დგომა, პატრიარქი, სასულიერო პირი, ქრისტეს მიერი ძმა და რომელთანაც მე ქრისტეს სისხლი და ხორცი მაერთიანებს, ხო? ლოცვა, მამაო ჩვენოს თქმა, იესო ქრისტეს სახელის ხსენება, რომელიც სახელის წინაშეც მოდრკება ყოველი მუხლი ზეცაში, ქვეყანაზე და ქვესკნელში, არხეინად ვამბობთ ამ ყველაფერს ყოველდღიურობაში გავთქვიფეთ და როგორც ჰაერი ისე გვაქვს. კი, ერთის ხრივ შეიძლება ვიღაცამ რო გითხრას, რომ აღარ წახვიდე ეკლესიაში, აღარ ილოცო, აღარ იკითხო წმინდა წერილი, შეიძლება არ მოგვეწონოს, მაგრამ ნუ რაღაცა ყოველდღიურობაში კი ამით ვართ, მაგრამ დიდათაც ცეცხლი არგვინთია, როგორც ჰაერის სუნთქვით არგვინთია ცეცხლი და მადლიერნი არა ვართ, არა და ყოველ წამს მადლიერებით უნდა ვიღვენთებოდეთ. იმდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენ ღმერთმა მოგცა განკაცებული ღმერთის სარწმუნოების სახით. თუ არა და აგერ, აი მოვიდა მარკოს სახარებაში წავიკითხეთ მე-6 თავში, მოვიდა თვისა მამულად, სადაც გაიზარდა. ხედავდნენ, რომ პატარა ბავშვი იყო, იეშუა ერქვა, გაიზარდა. თვისა მამულად მოწაფეებიც მოსდევდნენ, შესაკრებელში, ანუ სინაგოგაში შევიდა, გახსოვთ ხო, მიაწოდებენ წიგნს, მე კითხულობს, მე ასწავლის და მისი სწავლება გამაოგნებელია, იმიტომ რომ მრავალთა რომელთა ესმოდათ, განუკვირდებოდა და იტყოდეს, ვინ არის ეს? ეს სიბძნე საიდან აქვს? ვინ მისცა ეს სიბძნე? მათ თვალწინ გაიზარდა. არსად არ უსწავლია. აი ბავშვის იდეალია, მაგრამ ბავშვია, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, ძმებსაც არ ჯეროდათ მისი ხო და უცებ არამიწიერ სიბძნეს ავლენს, ძალას ავლენს, ძალი ესოდენი, მერე გაიგეს, რომ იქ სასწაულებით ხდება, განიცადეს ხო ხას უსვამენ, რომ მისი სიტყვები განსხვავდებოდა მოძღვრების სიტყვებისაგანაც კი, მის სიტყვას ძალა ახლდა და ეს იყო გამაოგნებელი. ადამიანი რომელსაც არ უსწავლია, არც რაბინი არ არის რაღაც ესე გამორჩეული, ხო, ეხა იწყებს ახალგაზრდა კაცია 30 წლის ასაკში უკვე შეელო ადამიანს ამგვარი სოციალური აქტიურობა, მანამდე ხმას არ იღებს უფალი, ეს ტრადიცია იყო. უცებ იღებს ხმას და ხედავ რომ რაღაც ძალას ფლობს მისი სიტყვა, გულში ჩადის და რაღაც ხდება და ვერ ხსნიან ამას, თავისთავად ცხადია. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმის რომ დაფიქრებულიყვნენ. მithumetes უფალი ხო ეუბნება რომ აი წაიკითხავს ხო წმინდა ისაია წინასწარმეტყველიდან და ეხლა ეს სიტყვები ახალ თქვენს წილა შესრულდება ეუბნება. რატო ვერ იღებენ? ანუ არა ესი არსა ხუროისამის ძე და ძე მარიამისი და ძმა იაკობისი, იოსესი, იუდასი და სიმონის და დანიმისნი ყოველნი არა ჩვენთან არიან აქ. ერთის ხრივ აი რაღაცა შეგრძნება, განცდა და ხედვა, რაღაც დიდებულება ხდება მას წინაშე და
მეორე მხრივ არა კაცო, ეს ხო ის არის კაცო. ჩვენი იოსებიშვილი არ არის კაცო. და დაბრკოლდებოდნენ მის სამმიმართ. აი, ადამიანი როცა რაღაცას ეჩვევა. ნახეთ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. ასე ვეჩვევით ჩვენ დღესაც იესო ქრისტეს, ასე ვართ მიჩვეული ზიარებას, ასე ვართ მიჩვეული ლოცვის ცოცხლოვან სიტყვებს და დაბრკოლდებოდეს. დაბრკოლება რა არის? დაბრკოლება არის გულის დახურვა. აი, როგორც წმინდა მოღვაწეებთან რომ მიდიოდნენ ხოლმე, ხო? თუ ადამიანი მიდის მოღვაწესთან და მისგან არაფერი არ სურს, იმდანაც ის კი არა რომ არ ჯერა შეიძლება რაღაცა დაინახოს და დაიჯერა. თავის თავში არჩევანი არა გაკეთებული რომ ეს ყოფიერება გაარღვიოს ღმერთის. მიწიერის გარდა არაფერი არ აინტერესებს, თქვათ ადამიანს, ხო? შეიძლება მისგან სასწაულის კი ნანახი კონდეს, ან მოყოლილი კონდეს, სხვას და ჯეროდეს. ასეთი ადამიანები რომ მიდიოდნენ მოღვაწეებთან, მოღვაწეები მათ არაფერს არ ეუნებოდნენ. ზოგ შემთხვევაში იყო ის დაალევინებდნენ ან რაღაცა ყავას დაალევინებდნენ, გაუშვებდნენ. არაფერს არ ეუნებოდნენ. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ადამიანი რომელიც ქრისტეს გუმხურვალეთ არ ეძებს, მასთან საუბარს აზრი არ აქვს. ფოთაშურის ამას ღვთლები ჩემი მიწმები და ამეთანხმებიან, ადამიანი რომ მოდის და ქრისტეს კი არ აინტერესებს. პრობლემებს რა დალევს ამ სამყაროში. სანამ სუნთქავთ პრობლემა გვაქვს. გესმით? სულ იქნება. ხო და რა დალევს და მოდიან ადამიანები პრობლემებით, რომელიც ქრისტეს არ უკავშირდება, ესე პირდაპირ ყველა დამეთანხმება ღვთლები რა მძიმეა ასეთ ადამიანთან მოსმენ, ამ ურთიერთობა, ამ ასეთი ადამიანების მოსმენ. შემაწუხებელი პირდაპირ, რა შემაწუხებელი. აი რაღაც საშინელებაა ეს. როცა მივდივართ აღსარებაზე და ბოძღვართან საუბარზე, რაც არ უნდა პრობლემა იყოს წარმოშობილი მიწიერი, ეს პრობლემები ყველაფერი ქრისტეს უკავშირდება, იცოდეთ. ერთი ღერით არ ვარდება ჩვენი თავიდან ღვთისგანგებულების გარეშე და შეუნა შეძლო შენშივე ქრისტესთან მისი დაკავშირება და ისე მიიტანო მოძღვართან. და თუ შენ ეს ვერ შეძელი, მოძღვარი მიგანიშნებს, რომ იცი რა, ეს როგორ უკავშირდება შენს წმენას, ღვთის შენდამი განგებულებას, შენი ქრისტესადმი დამოკიდებულებას და როცა აქეთკენ მიყავ ხარ და შენ მაინც არ გესმის. გაურბი ხარ რა ესე დემონური დიპლომატიით ამ ხას და სხვანაირად გინდა მიაწოდო, ნუ ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და როგორც წესი ადამიანები რომლებიც ასე და ამგვარად არიან გამყარებულები თავიანთი პრობლემების მოგვარებაში, როგორც წესი საერთოდ არ ვითარდებიან სულიერად. ქრისტეს როგორც ღმერთის, მისი ყოვლის შემძლეობის, მისი აბსოლუტურობის, მისი ყოვლის მყრობელობის, მისი განგებულების არ ჯერათ და არ აქმნა მუნძალი არცა ერთი გარნა რაღაც ზოგიერთი ადამიანს რაღაცა მცირედ და სნეულთა ხელი დასვა და განკურნა. ანუ ღმერთი აღარ ერევა შენ ცხოვრებაში. ვერ ხედავ შენ მას. შეიძლება რაღაცებში შეგეწიოს, აი მცირედ და სნეულთა ხელი დასვა და განკურნა, ეხლა ჩიტებზე ზრუნავს და შენზეც იზრუნებს და შეიძლება რაღაც პრობლემების მოგიგვარდეს, მაგრამ გლობალურად შენი მეტამორფოზის პროცესი აღარ ხდება, შეჩერებული იქნება შენ ცხოვრებაში, შენს ყოველდღიურობაში, რომ აი ყოფიერებ ყოველდღიურობაში ღმერთს ვეღარ ხედავ. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. დაგანახა ბევრჯერ თავიდან, აზრი არ აქვს და ამიტომ არ აქმნა მუნძალი. აღარ ავლენს ის ნიშნები აღარ ხდება, რომელთაც ხვდები, რომ ღმერთი არათუ შენთან არის და არათუ ზრუნავს, არამედ ღმერთი რომ შენშია საერთოდ. ამას ვეღარ ხედავ. და თან პასუხისგებლობა თქვენ გონიათ ვიზია, ისევ შენზია. ნახეთ მე რა წერია და უკვირდა ურწმუნოება მათი. ეს რას ნიშნავს უკვირდა? ღმერთი შეიძლება რამე გაუკვირდეს? და ეს იმიტომ წერია, რომ შენ შექმნილი ხარ იმისთვის, რომ ქრისტეს გული გაუღო და მასთან ითანამშრომლო და როცა ამას და შენ გენდო ღმერთი, იმიტომ გაგაჩინა ამ ქვეყანაზე. მე კიდე უფრო მეტად გენდო და რწმენას მოგცა და ამას რო არ აკეთებ, უკვირდა ნიშნავს იმას ადამიანური ენით არის გამოხატული, რომ შენ ხო ამისთვის შექმენი, რწმენაც ხო ამისთვის მოგეცი და შენ ეს არაფერი გესმის და მიკვირს, ანუ კი ვერ გამართლებ, გესმით? მე გამართლებ, როცა ცოდვას ჩადიხარ და ნანობ, გამართლებ კი არა, საერთოდ გათავისუფლებ, ვაქრობ შენი მხრიდან, ხო ცოდვას, ნუ გამართლება ეგ არის, ვაქრობ. ანუ ცოდვა კი არ არის პრობლემა მონანულის, არამედ როცა ვერ ხვდები სადახარ, თორსა შენთვის არ არის ქრისტე ცხოვრების საზრისი. ანუ ამისთვის ხარ შექმნილი და მიკვირს. ანუ მიკვირს ას ნიშნავს, რომ ვეღარ გეხმარები. აი ეგ ახლა რაც ხარ და დამთავრებული ეს განაჩენია, როცა ღმერთს გაუკვირდება, რომ შენ ესე იგი აი ესეთ დღეში ხარ. პავლე მოციქული გალატელებს ესაუბრება და ნუ ამით რა თქმა უნდა ჩვენ გვესაუბრება, არაუგულებელს ყოფ ღვთისმად, ანუ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ღვთის მადლი, ღვთის ენერგიაა ჩვენში და ამის უგულებელს ყოფა არ შეიძლება. გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება არ გადაიზარდოს რელიგიურ წესში, რომელიც ფანატიზმს იწვევს,
უსიყვარულო ქრისტიანობას იწვევს. სხვისი ტკივილი რო არაფრად მიგაჩნია, ამას რო იწვევს. რომ ადამიანი რო არ გებრალება, ამას რო იწვევს, გესმით? ჯოჯოხეთისათვის რო იოლად იმეტებ, უსამართლოდ იმეტებ, გონიერ არსებებს ჯოჯოხეთისთვის. აი ასეთი განწყობა რო გაქვს და მართლა ჯოჯოხეთში ვინც შეიძლება აღმოჩნდეს და სამწუხაროდ ასეთებიც ხო არიან, ამ ყველაფერზე რაღაც ნიშნის მოგებით კი არ საუბრობ, არამედ ტკივა და ტირიხა, როგორც სილვანა ათონელი ტიროდა, როცა ადამიანების მარადულ ჯოჯოხეთზე საუბრობდა, კი არ განიკითხავდა, ნიშნის მოგებით კი არ ამბობდა, არამედ ტიროდა, ხო? როცა ეს არის ფანატიზმი. იმიტომ რომ ადამიანს გონია მართალი არის იმის გამო, რომ სჯულს კარგად ასრულებს. სჯული დიახაც აუცილებელია. სჯულში გულისხმობ ახლა ახალი აღთქმის სჯულს, ხო? აი წირვაზე რო უნდა მოხვიდე და რო უნდა ეზიარო და იქ ლოცვა, მარხვა, გარკვეული 2000 წლოვანი ტრადიცია, ეს აუცილებელი გასაკეთებელია, მაგრამ შენ თუ ამას გარეგან სჯულად აღიქვავ და მის ზედმიწევნითი შესრულების შემთხვევაში თავი მართალი გონია, აი ასეთ ადამიანებს გვამხელს პავლე მოციქული, რადგან თუ გამართლება სჯულისაგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე. არც ერთი სჯულის არაფერი არ შეუსრულებია ჯვარცმულ ავაზაკს, გესმით? და პირველი შევიდა 60-ში. ანუ რისი თქმა მინდა მე, რომ სჯული აუცილებელია, მაგრამ ის არ არის ცხოვრების საზრისი, ის არ არის მთავარი, ის არ არის ის, რაც შენ გაცხოვნებს, ის არ არის, რაც შენ გაგამართლებს. სჯულით გამოიხატება ქრისტესადმი შენი სიყვარული. შენ რო პიროვნულად აირჩიე იესო ქრისტე და გინდა რომ მას უერთგულო და გიყვარდეს, ეს შენი პიროვნული არჩევანი საქმეში. ავირჩიე და ესე ხო არ ვიქნები, ხო გაჩერებული. ავირჩიე და რადგან ავირჩიე დღევანდელ დღეს გადავწყვიტე რომ ქრისტე ჩემი ღმერთია და მე მას უნდა უერთგულო, მიუბაძო, გული გაუხსნა და მისი სიყვარული ვისწავლო, როგორც კი ამ არჩევანს ვაკეთებ, ძველებურ ცხოვრებას ხო ვეღარ გავაგზელებ, ხო ცხოვრება იცვლება და რომ იცვლება ეს ცხოვრება აი ამ გარეგნული სჯულის მიხედვით იცვლება. ჩემი შინაგანი ლუსტრაცია, ჩემი რწმენისა, მაგრამ თავისთავად ის არაფერი არ არის, ის არ მომართლებს, იმიტომ რომ თუ მომართლებს ის, მაშინ სად არის ის, რომ ქრისტე ჩემი ცოდვებისათვის მოკვდა? რა საჭირო იყო მაშინ სიკვდილი? ამ სჯულს ცოტა სხვანაირად დამიწერდა უფალი წინასწარმეტყველის პირით გადმომცემდა და შევასრულებდი, მაგრამ არა. ამიტომ აი ეს ჩემთვის მომკვდარი ქრისტე რო არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ აი ეს მადლიერების განცდას, რომელიც აცოცხლებს ჩემში. მაგრამ ეთყობა ადამიანები ვიწყებენ და ამიტომ ეჰა უგუნურნო გალატელნო და აჰა უგუნურნო ჯვრის ამაღლების ეკლესიის მრევლნო, ხო? და მოძღვრები თურთ, აი ესე. ხო, ეს პავლე მოციქულის ეს სიტყვები, როცა ჩვენ მუდამ ვივიწყებთ იმას, რომ ჯვარცმული ღმერთით ვარ გადარჩენილი და არა ჩემი კაი კაცობით და ჩემი რელიგიურობით და ჩემი მიხვედრილობით და ჩემი ინტუიციებით და ჩემი ღვაწლის უნარით და ასე შემთხვევით ჩემი ლოცვით, არამედ ჯვარცმული და როცა ეს მავიწყდება, ეჰა უგუნურნო ჯვრის ამაღლების ეკლესიის მოძღვარნო და მრევლნო. უგუნურნო, ანუ სულელებო გვეუბნება პავლე მოციქული, ვინ მოგნუსხათ, ანუ ვინ მოგატყვილათ, ვინ გაცდუნათ, ისე რომ აღარ ემორჩილებთ ჭეშმარიტებას. რა ჭეშმარიტებას? მე ვარ ჭეშმარიტება. თქვენ ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული, ნახეთ რა პასუხისგებლობით გვტვირთავს. თქვენ ეკლესიის წევრები ხართ, არა? პავლე მოციქული გეტყვის, ეს ცით რას ნიშნავს? თქვენ შიგნით ჯვარცმული ღმერთი ცხოვრობს, როგორც პავლე იტყვის, რომ ჩემ გულში არაფერია გარდა იესო ქრისტეს, ისი ჯვარცმულისა. ჩემში ჯვარცმული იესო ქრისტეა. ეს თუ მე დამავიწყდა, ეს თუ ვერ განვიცადე, ამაზე თუ არ ავაგე ჩემი ცხოვრება. აი მე გამოვალ სულელი, რომელსაც გონია, რომ რაღაცებს რო ვაკეთებ, წირებ რაღაცა, ამით არ ვცხონდები. ჩემში ჯვარცმული ქრისტეს შემთხვევაში ვცხონდები. წერი, ანუ ეშმაკი, აი ამას ებრძვის. ამიტომაც როდესაც საუბრობთ ჩვენს პირად ღვაწლზე და გონებისმიერ ლოცვაზე. გონებისმიერი ლოცვა ის კი არ არის ვიღაცამ მსკვნელი დაიჭირა და ღამეების გატეხვა დაიწყო. მაშინ როდესაც არც მორჩილება აქვს, არც მოყვასის სიყვარული აქვს, არც წმინდა წერილი არ იცის, არც მამათა ტრადიციას არ იცნობ, სახარების მიხედვით ცხოვრება რა არის ვერ გაიგო. აი არიან ადამიანები, რომლებიც მრავალი წელი ეკლესიაში არიან, რომლებიც ვერ მიხვდეთ, რას ნიშნავს იცხოვრო სახარების მიხედვით. დაიჭერს უზარმაზარ სკვნილს და გონდა ღამეებსაც გატეხავს და გონია ეგ არის. არა, გონებისმიერი ლოცვა ერთის მხრივ საფუძველიც არის სულიერი ცხოვრებისა და გვირგვინიც და შუაში
შუაში. ანუ საფუძველი რატო, რომ იესო ქრისტეს წმენით იწყება და იესო ქრისტეს მოხმობით იწყება სულიერი ცხოვრება, ხო? უფალო იესო ქრისტე შემიწყალებ. ეს არის ხო ხუთსიტყვიანი სახარება. ამით იწყება ქრისტესადმი რწმენით, რომ ის არის ჩვენი მხსნელი. გვირგვინი, როდესაც შენში ქრისტეს ჭრეთ და მას მოუხმობ და მასთან კომუნიკაცია უკვე შიგნით გაქვს და ის გიცნობს შენ და შენ იცნობ მას. ხო, ეს არის გონებისმიერი როცვის მწვერვალი, ჭრეტელობაში რო გადადის და შუაში რა არის? შუაშია ყველაფერი ის, რასაც 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა გთავაზობს, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელს, სადაც სწავლობ მორჩილებას, სიყვარულს, ღვთისა, მოყვასისა, ერთგულებას, მადლიერებას, თავდაბლობას და ასე შემდეგ. გესმით? და როდესაც ადამიანს ეს გაცნობიერებული აქვს, მაშინ მისთვის გონებისმიერი ლოცვა ეშმაკისათვის საშინელ იარაღად იქცევა. აი პირდაპირ თითოეული სიტყვა, იესოს სახელი, თითოეული ხსენება არის ცოცხლოვანი, ის არის, რომელსაც აი პირდაპირ გატყორცნი და გმირავ ეშმაკსი გულის გულში. აი ესეთ ძალას იძენს. მაგრამ ის ხო ხვდებით, რომ ეხლა ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ესე მოვკლათ ეშმაკი არ ყვდება ის სულ არის და მე ცეცხლოვან ტბაში აღმოჩნდება ბოლოს, მაგრამ სანამ ის ცეცხლოვან ტბაში აღმოჩნდება, უფალსაც კი რომ განეშორა უდაბნოში უფლის ცდუნება, რომ ვერ მოახერხა, მაგრამ სულ კი არ დატოვა, გარკვეულ დრომდე, გარკვეულ ჟამამდე განეშორა. ასე რომ შენც რომ მას თუნდაც ცეცხლოვანი ის არის გაანგბირო ეშმაკი, ის სულ კი არ მიდის, ისევ მოდის და მოსვლა ხშირად ძალიან სწრაფად ხდება. მოდის და შენს უნდა განგბირო, არ გაგმირავ და დაგეპატრონება. განგბირავ, მაგრამ ისევ მოდის, სულ ომია. სულ ბრძოლაში ხარ. ადამიანი ამ დროს ხვდება გონებისმიერი ლოცვის ძალას, მნიშვნელობას და აუცილებლობას. და ეს ბრძოლა არის ძალიან პრინციპული. შეუძლებელი ადამიანს დაეძინოს. მე ფიზიკურ ძილს არ გულისხმობ. შეუძლია სულიერ ღვიძარებას გულისხმობ და სულიერ ძილს. შეუძლებელია მან თუ იცის, მან თუ ერთხელ გამოცადა ეშმაკთან ბრძოლას, როგორი რეალური სახე აქვს, ხო? ის ვერ ასე გულარხენობა ვერ იქნება, გამორიცხულია, იმიტომ რომ მან იცის, როგორც კი გულარხენობაში გადავა და ცოტა ხანი მივიძინებ, ეგრევე დაგეპატრონება. ამიტომ ქრისტიანი სულ იბრძვის, ქრისტიანიერი მეომარი სულ იბრძვის ცეცხლოვანი ბრძოლით. თუ ამას არ აკეთებს და გითხარით, რომ ეს რო გააკეთოს, ეს არ არის რომ სკვნილის დაჭერა, უბრალოდ ეს არის მთელი 2000 წლოვანი გამოცდილების გაზიარება საკუთარ თავში და თუ ამას არ აკეთებს, ანუ გონებისმიერი ლოცვი თუ არ ცდილობს ეშმაკის განგმერას ყოველ წამიერად, მაშინ როგორც წესი ხდება ის, რაც ხდება. რა ხდება? ხდება ის, რომ ჩვენში იკარგება წმენა, ის მიხედვითაც ჩვენ ცხონდებით, წმენა ჯვარცმული ღმერთისა, იკარგება ნიშნავს წმენა ჯვარცმული ღმერთისა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გულში არ არის გამოსახული ჯვარცმული იესო ქრისტე და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკლესიაში თუ ვჩებით, ვიხიბლებით საკუთარი რელიგიურობით და ზნეობრიობით და მე ჩვენზე სიტყვები გუნურნო გალატელო, უკვე ჩვენზე მოდის უგუნურნო ჯვრის ამაღლების ეკლესიის მრევლო და მოძღვარნო და ამით მაინც ცდილობს პავლე მოციქული გამოგვაფხიზლოს. შეგვეციოს უფალი, მოგწეს ძალა აი ამ ბრძოლისა, სიცოცხლე შესაძლოა, ბრძოლა ხო სიცოცხლეა, ახლა მკვდარი ხო ვეღარ იბრძვის, ხო? იბრძვის ცოცხალი. მეცაც გეტყვით, ბრძოლა ეს არის ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ვერც ავადმყოფი იბრძვის, გესმით? ანუ ქრისტიანი არის ცოცხალი და ჯანმრთელი, აქ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ არის საუბარი. ცოცხალი და ჯანმრთელი და სულმუდამ აქტიური, იმიტომ რომ დაძინებული, ავადმყოფი და მკვდარი ვერ იომებს ეშმაკთან, იმიტომ რომ ეშმაკი არის ძალიან ძლიერი, გამოსტილი და არ იღლება და არაფერი. ამიტომ სულ ომი გვიწევს და ეს არის სიცოცხლე, ეს არის ბედნიერება, ეს არის ქრისტიანობა. ეს არის ის, რაც ხდება ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ყოფიერების мотиваცია. ეს არის რაც ჩვენ გვაბედნიერებს. გესმის, დაიბადე ვიღაცა სადღაც 21 საუკუნეში და რისი ღირსი გახდი, რომ სამყაროს შემოქმედის ერთგულებისათვის, მისი შენს გულში გამარჯვებისათვის დაცემულ ქერუბიმს ებრძვი, გესმით? რამხელა ღირებულება და რამხელა ნდობა გამოგიცხადა უფალმა, გესმით? ეს რამხელა რაღაცა, აი, რისთვის დაბადებულ ხარ თურმე ადამიანო და რა ღირსება მოგეცა. და შეიძლება რომ დავიძინოთ, არ შეიძლება. ამიტომ ვიფხიზლოთ, ვიყოთ ღვიძარებაში, ვიომოთ, ვიბრძოლოთ და გვიყვარდეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე და ჩვენს გვერდზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი ქრისტეს მიერ გვიყვარდეს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის
და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.